თბილსერვის ჯგუფი თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა კომისიის ჩართულობით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბურ დასუფთავების აქციას მართავს. და სწორედ ამ აქციის ფარგლებში საყურადღებოა, რომ ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდება. ვინ არის აქციაში ჩართული და რა მიზანს ემსახურება ეს ინიციატივა? ჩვენთან ახლა ჩვენი კორესპონდენტი ლიკუნა წიქარიშვილი ჩაგვერთვება თავის სტუმრებთან ერთად და გავიგებთ უფრო მეც ამის შესახებ. დილამშვიდობისა ლიკუნა. დიახ, დილამშვიდობის. მე გიერთდებით ამჯერად თბილისის ზღვის ტერიტორიიდან, სადაც დილიდან აქტიურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. როგორც უკვე თქვენ ახსენეთ, შპს თბილსერვის ჯგუფი არის აქ მობილიზებული თავის თანამშრომლები, ასევე თავისი ოჯახის წევრებით, მეგობრებით, სტუდენტებით და მოკლედ სპორტსმენებიც არიან ასევე ჩართული და ასე ერთიანად ხდება ჩვენს გარემოზე, ჩვენს დედაქალაქზე და ჩვენს ეკოლოგიაზე ზრუნვა. ასევე ჩართული არის და მობილიზებული არის სპეცტექნიკაც. დღეს გასუფთავდება როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ასევე სამშენებლო ნარჩენებისგან ტერიტორია, თუმცა უფრო ვრცლად დღევანდელი აქციის შესახებ გიორგი პაპავა ისაუბრებს, თბილისის შპს თბილსერვისის დირექტორი. ბატონო გიორგი, დილამშვიდობის. მთავარი მესიჯი რა ეგზავნება საზოგადოებას თქვენი დღევანდელი აქციიდან? მე ვიცი, რომ არა მხოლოდ დღეს არის ეს აქცია, ხშირად მიმართავთ ხოლმე და ხშირად ატარებთ მსგავს აქციებს. დიახ, მართავს ვუზანებთ ყოველ თვეში ერთხელ მაინც თბილისის ჯგუფი თავის თანამშრომლებით, ასევე დასუფთავების თანამშრომლების გარდა ჩვენი ადმინისტრაციის თანამშრომლებიც არიან ჩართულები დასუფთავების აქციებში. ამაში გულისხმობა ცოცხალი ძალის მიერ წამოკრეფა იმ საყოფაცხოვრებო ნარჩენის, რომელიც გაფანტულია რეკრეაციულ სივრცეებში, ხოლო მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება სამშენებლო ნარჩენების გატანა. ძირითადად უკანონოდ ღამის საათებში სატვირთო მანქანებით ამოდიან და რეკრეაციულ სივრცეში რემონტების შედეგად წარმოშობილ სამშენებლო ნარჩენს ათავსებენ 4-ვე მხრიდან თბილისის გარშემო და მე ამას ჭირდება გასილებით უფრო მეტი ენერგია, დრო, რესურსების ხარჯვა იმისთვის, რომ რეკრეაციულ სივრცეს თავისი ფუნქცია დაუბრუნოთ. ამიტომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, მე როგორც ვიცი, დედაქალაქში, რომელსაც აწყდებით ეს სამშენებლო ნარჩენები. დიახ, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა, ბევრი შრომა და რესურსი დაეთმოს ამას, რომელიმე უწყებიდან არ აქვს ამას მნიშვნელობას. თბილსერვისი იქნება მათთან ერთად საკრებულო თუ სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები, მაინც მთავარი ძალა არის მოსახლეობაში, რომ ხალხმა გააკონტროლოს თავისი ნარჩენი, განათავსონ კანონის დაცვით შესაბამის ტერიტორიებზე და სარეკრეაციო სივრცეები შევინარჩუნოთ პიკნიკებისთვის. ხოლო მას შემდეგ, რაც სეზონზე ხალხი გამოიყენებს ამას გამწვენებელ ტერიტორიებს პიკნიკებისთვის, შემდეგ თავიანთი წარმოშობილი ნარჩენი თვითონვე მოაწესრიგონ და მოათავსონ იქ, სადაც მისი ადგილია და არა მალულად განათების ბოძის ქვეშ ან გამწვენებელ ბუჩქებთან. ბატონო გიორგი, მე როგორც ვიცი, თბილსერვის ჯგუფი მაქსიმალურად უწყობს ხელს ამ ადამიანებს, ვისაც სამშენებლო ნარჩენები აქვს, რომ მოახდინონ ისეთ ადგილას განთავსება და გადაყრა, სადაც ეს არის მიზანშეწონილი და ნებადართული. მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს ამ ხრივ თქვენი მხრიდან, ხო ასეა? დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რამოდენიმე პროგრამა, რომელიც ნარჩენის ტიპის და მოცულობის მიხედვით არის ძალიან ხელმისაწვდომი, მიზერულ ფასად, თქვათ 1 კუბამდე 9 ლარად, ხოლო შეუძლიათ გამოძახება განახორციელონ და ჩვენი თანამშრომლები დაგეგმილად სპეციალური ტექნიკის საშუალებით მივლენ ადგილზე წითელ ხაზებში და მისამართებიდან წაიღებენ სამშენებლო ნარჩენს. ხოლო რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ნარჩენს, ეს არის კულტურა, რომ მოსახლე როდესაც რაღაცას მიირთმევს, მე ეს ფანჯრიდან, მანქანიდან ან აივნიდან არ უნდა გადმოისროლოს და ეს ქალაქი არის ყველასი, ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ისეთი, რომ იყოს სასიამოვნო მასში ცხოვრებაც და ტურისტებისთვის კიდე ვიზიტები. მე გიორგი მაინტერესებს, დღევანდელი აქცია დაიწყო უკვე დილიდან, მაქსიმალურად ჩართული ხართ. თითოეული თანამშრომელი და ასევე თქვენი ოჯახის წევრები, აქ იმყოფებიან სტუდენტები, სპორტსმენები, როგორც უკვე თქვით, ეს ერთობლივად ხდება. დღის განმავლობაში გასტანს და რა ტერიტორიებს მოიცავს, მაინტერესებს. ანუ დღეს დაგეგმილი გვაქვს ამ მხრიდან, სამგორის და ვარკეთილის მხრიდან განვახორციელოთ რა პერიმეტრიც არის სანაპიროს მიმართულებით დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენი და ასევე სამშენებლო ნარჩენი მისი გატანა, ხოლო იმის დამიხედვით სად იქნება პრობლემა, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლობთ, სადაც ნახავთ, რომ მობილიზება ისევ ბევრი ნარჩენის დღეების მიხედვით გიგმოთ მონას აქციებს. ძალიან დიდი მადლობა. შალვა სუთიაშვილი არის ასევე ჩვენთან ერთად დილიდან იმყოფება. დილამშვიდობის ბატონო შალვა. თქვენი სამსახურით აქტიურად არის ჩართული დღევანდელი დასუფთავების აქციაში. მე მაინტერესებს, მთავარი მესიჯი თქვენ რა გინდათ უთხრათ საზოგადოებას, რა არის თქვენი მხრიდან? პირველ რიგში დიდი მადლობა გადაუხადოთ თბილისის ჯგუფის თანამშრომლებს ასეთი აქტიურობისთვის. დღეს მოგეხსენებათ არის სოფლიო აღნიშნავს დედამიწის დღეს და ჩვენ გვინდოდა მიგვიყო მონაწილეობა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმით და ჩვენი კომისიიდან შევთავაზეთ ჩვენ სტუდენტებს, ჩვენს სპორტსმენებს მონაწილეობა დაგვთანხმდნენ დიდი სიამოვნებით, კი ხედავთ რა დიდი რაოდენობით არიან მოსული, შრომობენ. ერთი მესიჯი ის იქნება ჩემგან, რომ გაუფრთხილდეთ გარემოს,
პატივიცეთ გარემოს, ეხლა ეს ნაგავი, ეს ნარჩენები ძნელი ასაკრებიც არის, მაგრამ ამის პრევენცია შესაძლებელია თუ ჩვენ პასუხისმგებლები ვიქნებით, ჩვენს მიერ გადაგდებულ თუნდაც ბოთლი იქნება, ის ნარჩენი იქნება, რომ მოუფრთხილდეთ და დავიცვათ გარემო. ბატონ შალვა, როგორც უკვე თქვით, სტუდენტები, სპორტსმენები არიან აქტიურად. მე ძალიან მინდა ეს ბიჭები გავიცნო და ჩვენს მაყურებელსაც გავაცნოთ. ასევე მორაგბე, დილამშვიდობის, თქვენს შემოუერთდით სპორტსმენები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტსმენებს გქონდეთ ასევე სუფთა ეკოლოგიურად ესეთი გარემო და თქვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მიიღოთ მონაწილეობა დღევანდელ აქციაში. რეზი, მე მაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია თანატოლებისთვის და რასაც ყვავთ თანატოლებს რომლებიც უნდა შემოგიერთდნენ და ჯერ არ გადაუდგამთ ეს ნაბიჯი. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გარემო არ უნდა დავაბიზუროთ და თქვენს ყველას მოვიწოდეთ რომ შემოგვიერთდეთ და გარემო არ დავანაგვიანოთ რა. და ასევე შენთან ერთად არიან სტუდენტები, დავით დილამშვიდობის, აქტიურად ხართ წარმოდგენილი, ბევრნი ხართ დღეს ძალიან საკმაოდ დიდი ტერიტორია უნდა მოიცვათ და დაასუფთავოთ. მე მაინტერესებს სტუდენტების რამ ნაწილი ხართ ჩართული და იმ სტუდენტებს რას ეტყვით, ვინც ჯერ არ შემოგიერთდათ. დღის განმავლობაში თუ აქვს შესაძლებლობა რომ შემოუერთდნენ. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ძალიან სასიამოვნო არის, რომ ამდენი სტუდენტი ერთობლივად ზრუნავს ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო მეტად გალამაზებისათვის, ეკოლოგიური მდგომარეობის განვითარებისათვის. მოვუწოდებ სტუდენტებს, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად იყვნენ ჩართული მსგავსი ტიპის ღონისძიებებში, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქი ჩვენი სახლია, ყველა საზრუნავი არის და ერთობლივად უნდა ვიზრდოთ ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე და გალამაზებაზე. სტუდენტების სახელით თქვენს ტელემაყურებელს უსურვებ ლამაზ დღეს და დღის განმავლობაში კიდევ ველოდებით უარავ ახალგაზრდას. ძალიან დიდი მადლობა იმ შრომისთვის, რასაც თქვენ დილიდან აკეთებთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მიმდინარეობს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე და აქტიურად არიან აქ ჩართული როგორც თბილისის ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები, სპორტსმენები და მოკლედ თითოეული ადამიანი, ყველას აქვს შესაძლებლობა მოვიდეს, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და ჩვენი მთავარი როლია, რა თქმა უნდა, რომ თავად ვიზრუნოთ, ავიღოთ ჩვენი წელი პასუხისმგებლობა და ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე და სისუფთავეზე, სადაც ცხოვრობთ. ნამდვილად და ამ ესეთი ინიციატივებს ყოველთვის მივესალმები მე პირადად და აი მე და ზუზუ კადრს მიღმავ საუბრობდით, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ყველა კორპუსის წინ ან თავის ეზოში ესე მაცხოვრებლები ჩავალთ, დავასუფთავებთ გარემოს. და თავისი ეზო დაასუფთავოს ყველა. ან რომელიმე კომპანიამ დღეს გააკეთოს დავუშვათ ესეთი ინიციატივა, რომ მოკრიბოს თავის თანამშრომლები, გავიდნენ რაღაც კონკრეტულ ლოკაციაზე და ის ლოკაცია დაასუფთავონ და პიკნიკით დაასრულონ და შემდეგ ის ნაპიკნიკარი ნარჩენები არ დატოვონ იქ. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.